მოკლედ მოვედი მეგობრებო, არ ვიცი რანაირად, მაგრამ 20-40-ზე უკვე მოვედი. აგერაა ჩვენი პორტი. ეს არის ჰარვიჩის პორტი. აი აქ უნდა შევიდეთ ახლა ამ რაღაც ბუტკაში, გავიაროთ რენტგენივით რაღაცა, აგერ აწერია მეგობრებო. და აქიდან გეიხედე მაგანა? აი გეიხედე. მაქენებს ცხოვრობენ. იმ დიდი გემით უნდა წავიდეთ მეგობრებო. 3-2-აო სიგანეში. აი დიდი გემით წავალთ მეგობრებო და ეხლა აქ გავივლი ამას იქიდან გადავიდეთ. და ეგერ არის კიდე პასპორტ კონტროლივით რაღაც არაფერი ისეთი. აქედან უკვე უნდა დავპარკინგდეთ სადმე აქ მეგობრებო. სადმე აქ დავპარკინგდები ჩემ შემთხვევაში და შილეტები უნდა ჩავიცვათ მეგობრებო აქ აუცილებლად. პრინციპში აგერ შევალ ეგრევე. აგერ გავსწორდები და ეგრევე სწორედ შევალ. და მე ეს უნდა წავიდე ფეხით მაინც, კაი ეგრევე. ეს ჩემი ბუთხუზა და ფეხზე მეპრესებმა ხო არ იმშობი არა ისეთი ვიგაზავე ტრაილერით რა უნდა იგაზავე ხა კაცი დაფიქრდები მაგრამ ტრაილერთან შეიძლება მეგობრებო ცოტა გაზაობა ცოტა დროის მოგება როგორაა გაბუთხუზებული არ ჩანს ვიდეოში ამაზე დავატოვე მოკლედ ჯილეტს ვიცნობთ მეგობრებო პასპორტს ვიღებთ ბუკინგის ნომერი გვაქვს და მივდივართ ამ ხაზზე ეგეთ შევალთ ხა საბუთებს მივცემ, პასპორტს მივცემ, შევავსებ ფორმას და მომცემენ ბილეთს. ხო, მოკლედ გამოვედი. აი ამ რაღაცას ვადებთ ლაბაოზე, აი ესე. ეგ გირდავდები მეგობრებო, ამას ვაჩვენებთ ახლა აგერ შესასვლელში. და ეს ორი არის უკვე თვითმფრინავზე კი არა და გემზე ასასვლელი. აი ამას მოკლედ აგერ მივანათებთ და გაიღება ეგ ლაზერია მან. და ეხა უკვე აქ რახან ერთი გემია დილით და ერთი გემია ღამე, აქ ბევრი ჩალიჩი არ ჭირდება და სადაც სარიელი იქნება, იქ დავდგებით. ეხლა აქ დაკეტილებია, როგორც ხედავთ. აქაც დაკეტილია, ბოლოში უნდა გავიდეს, იგი როგორც ჩანს. აი ეხლა ეს ყველანი ერთ გემზე ავალთ, აი ეხლა იქ რა მანქანების გას, ყველა ერთ გემზე ავალ და კიდე ეს რიადები შეივსება, ჯერ რომელი საათია და მე რომელ საათზე მოვედი, ხო? აქ რო არ დავდგე, უკან ცოტა თავშივე წავალ, თავში მაწყობს, უკან მაწყობს გომა. აი აგერ დავდგები, აჰა. აი ამდენი მანქანები დგას მეგობრებო ეხლა აქ რა ვიცი ეს მანქანები ყველა ავიხიკებით ეხლა აქაც გაივსება და ერთ გემზე შევალ 200-300 შეიძლება 200 მანქანა მაინც რა ნახოთ და ეხლა აქ რა ხდება მეგობრებო ამას დაუწერია 15 წუთიო უკვე მეტი აღარიარო ჯიგარო კარგით, ეხლა აქ რა ხდება მეგობრებო, ნახეთ 9 საათიან გემზე რახან მოვედით. როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა 9 საათიან გემთან მოვდივართ. ესე იგი, მანქანა მოვედი, ამ წამს გავაჩერე. ჩავაქრე და ჩვეულებრივად ავდგები და სმენას დავკეტავთ მეგობრებო. კანესტრანი, ინგლისი დავკეტეთ. უკან, ოკეი. ამ წამიდან მეგობრებო, ჩვენ აქ უნდა გამოგვიდეს 11 საათიანი პაუზა. ამიტომ მოდი ახლა ჩვენ აქ დავინიშნოთ 11 საათი თქვათ, აჰა. და აქაც 11 საათი. შეხედეთ ახლა რა ხდება. წესით 9 საათი გემზე რო ხარ, 11 საათი პაუზა უნდა გააკეთო, როცა 9 საათიან გემზე დგეხარ. ეხლა მე ხო დავხურე სმენა. ეხლა მე სმენა არ უნდა გავხსნა, ისე უნდა დავძრა მანქანა და ავიდე გემზე. ანუ ეს დააფიქსირებს და ხო შეცდომას, ხო? და სანამ აქედან იქ ავალ,
ეს დაიწყებს რაღაც სიმციმს და იმას იზავს, რა ქვია, მეტყვის მოკლედ რა შვებიო, სმენა არ გაგიხსნიაო, არ ღვეო და რაღაცებს დაიწყებს ყვირილს, წივილს, კიბილს. მაგას ყურადღება არ მევაქციოთ, როცა 9 საათიან გემზე ავდივართ. ხო და ეს პარომი და პოეზდი ზოგადად ამაზე ზუსტად მაგიტომაცაა დაყენებული, როცა შენ ამას დაარღვევ, ეხა ეს პირდაპირ გაგები დარღვევაა, როცა მე აქიდან იმ გემზე ავალ ეგერ. აი ეგერ დგას გემი, აი მაგ გემზე უნდა ავიდე, რომელზეც ამშვებენ რაღაც 9 საათით ადრე, ჩასხდომა დაიწყება ეგრე. ესე იგი მე რო ამას დავარღვევ და თუ მე ამას დავარღვევ, ხა ამას დღეს დავარღვევ, ხა პირდაპირ გეუნებით ესე ჩვენს ენაზე რა, ისე კი არის როგორც წერია, ჩვენს ენაზე გეუნებით. მე რო ახლა ამას დავარღვევ და ავალ იქ, თუ დავაყენებ პარომს ამაზე, ხო? ტახოგრაფზე. და ამ ჩემი აი ახლა იქ რო ავალ იქ კი არა, აი ამ ჩემი ახლანდელი გაჩერებიდან იქიდან რო ჩამოვალ, მოკლედ აი ეს ყველაფერი 11 საათი შესრულდება, მაშინ გადმოითვლის რაღაცებს დაალაგებს და მოკლედ პატრონმა რამე ნახოს, ეტყვის რომ ამან კი დაარღვია იქ, მაგრამ გემზე იყო და მაგიტო დაარღვია, ანუ მარტივად რო გითხრათ რა. ანუ ზოგადად რო გითხრათ 2 საათი მეგობრებო, მაგალითად აქ რო ვიდგე ხა მე მაგას ველოდო, ავედი გემზე, ხო? გახდა 11 საათი. უკვე ყველაფერი კარგათა და წამოვედი მაქედან. მაგრამ წინაზე მაგალითად აქ რო ვიყავი 40 წუთზე მეტი ვერ ავედი, აქ რო დავძარი მანქანა 40 წუთზე მეტი ვერ ავედი, იმიტომ რომ ვიღაცა დამწყები იყო, ეთყობა შეეშალა რაღაცა და აქიდან რო დაიძვრები თან მანქანა არ უნდა ჩააქრო მეგობრებო, ანუ გემზე ასასვლელად და ჩამოსასვლელად გვაქვს 1 საათი. ეს თუ გინდა 9 საათი მოუნდი ასვლას და 9 საათი ჩამოდი, თუ გინდა 5 წუთი მოუნდი ასვლას და 55 ჩამოსვლას და თუ გინდა 55 მოუნდი ასვლას და 5 წუთი ჩამოსვლას, მნიშვნელობა არ აქვს. საათი გვეძლევა ასასვლელს ჩამოსვლაზე. თუ ამ ეხლა სმენა დავკეტე და მანქანას დავძრავ, ხო? აი ამ დაძვრის პროცესში მე თუ ჩააქრობ ეს დადგება ლოგინებს და ეს დაიმახსოვრებს რომ ერთხელ ჩააქრე უკვე ან 2 დაქოქვის უფლება გვაქვს ესე რომ ვთქვათ რომ გემზე ავიდეთ და ჩამოვიდეთ რა ვიცი აი მარტივად რო გითხრათ რა. ნახეთ ეხლა მე რო გავჩერდე 3 საათი ვთქვათ, ეხლა 3 საათი რო ველოდო, მე დავქოქე მანქანა, მოუნდი ვთქვათ 10 წუთი ასვლას. და რო ავალ, იქ უნდა დავაყენო უკვე პარომზე. ეხა პარომზე არ ვაყენებ ჯერ. ანუ ეხა სმენა დავკეტე, ველოდები. ქოქავ მანქანას ავდივარ, ვდგები იქ, არ ვაქრობ მანქანას სანამ ავდივარ, არც იქ არ ვაქრობ, იქ ვაყენებ პარომზე და მერე ვაქრობ. და მერე მიხვდება ეს, რატომაც დავარღვიე მე, ანუ ეს სმენა გავხსენე, რატომაც ავედი იქ და მერე მოვა ეს აზრზე. ჩავაქრე ეგ, დავდექი 9 საათი, ამ 3 საათია თქვა დავდგევარ, დავქოქე მანქანა, ავედი გავაჩერე, მაგრამ არ ჩამიქრია, სმენა დავკეტე, დავანებე თავი, ავედი ზევით კაიუტაში, ჩამოვედი 9 საათის შემდეგ პარომი აყენია, მოხსენი პარომი, გავხსენი სმენა და გამოვედი. რა გამოვიდა 3 საათი აქ ვიდექი, 10 წუთი ასვლას აუნდი და მოუნდი და 9 საათი იქ ვიდექი. ეს გადაცდა უკვე შენს იმას, ხო 11 საათზე მეტი გამოდის და ამიტომ პრობლემა არ არის, მაგრამ ხან არის ხოლმე მეგობრებო, შემთხვევა რომ აი ხა დღეს მე ადრე მოვედი აქ რაღაც არ ვიცი ესეთი რა ვიარე ან ნუ მოკლედ დღეს მოვედი აქ შედარებით ადრე, მაგრამ რომ მოვსულიყავი 9 საათით ადრე 11-ის 9-ზე მოვედი თქვა და აქ ვდგევარ 9 საათი, მეტი არ ვდგევარ. და ნახეთ 9 საათი ხა აქ დავდექი, დავქოქე 10 წუთი მოუნდი ასვლას, დავაყენე პარომზე ჩავაქრე. ჩამოვედი 9 საათში ისევ მე ჩავედი ჰოლანდიაში, ჩამოვდივარ 9 საათში. რა გამოდის რომ 9 საათი იქ 9 საათი აქ დგომა 10 წუთი გზაში 9 საათი და 40 წუთი. დარჩა კიდე საათი და 20 წუთი რომ დაუნგვალო 11 საათამდე, ხო? ზოგ პორტებში არის ადგილი, აქ არ არის, მაი ხა სადაც მე მივიდივარ, იქ არ სად ახლო არ არის, 20 კილომეტრზე აქეთ ადგილი არ სად არაა. ის 20 კილომეტრის ბანზე კი არა, რაღაც სოფლებში უნდა გახვიდე, ხა ხვალ რო გავალ აქედან განახევთ რა. ხო და ეს რაღაც უნდა მიხვიდე პარკინგამდე, იქიდან ახან გადმოხვალ მე ამ შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა თუ გაქვს, არც პარომს კიდევ თხელს, არც სმენას ხსნით, უბრალოდ ქოქავთ მანქანას და მიდიხართ უახლოეს პარკინგზე. გემზე ასვლა ასე ხდება 9 საათიანზე, 2 საათიანზე არა, 2 საათიანზე უბრალოდ ვაყენებთ მეგობრებო, მაინც რომ ახან გემით გადავცურავთ, იმიტომ რომ ქვეყანა იცვლება, ეხლა ჩემ შემთხვევაში საფრანგეთიდან გადავდივართ ინგლისში და ამიტომ მაინც ვაყენებთ, ვერავინ ვერ მეუნება უნდაო, ვერავინ ვერ მეუნება არ უნდაო და მაინც ვაყენებთ, მოკლედ რომ რეალურად არ უნდა რა. იმიტომ რომ პარომი ვიმეორებ მხოლოდ იმიტომ აქვს ტახოგრაფს, რომ შენ იძულებული რო ხარ, რომ ეხა ეს გემი ისე დადის ეს 9 საათიანი, 10 საათიანი, მეტი საათებიც აქვს გემს. რომ შენ იძულებული ხარ, რომ აქ რო დაკეტავ სმენას, უნდა დაარღვიო ისე ვერ ახვალ. ეგრე გამოდის რა და თან პლუს კიდევ არის მეგობრებო ერთი ფაქტი გასათვალისწინებელი, ბარემ აქვე ვიტყვი ამასაც, რომ 13 საათის წინ თუ გაქვს სმენა გახსნილი, მოკლედ ასვლა არ შეიძლება 9 საათიან გემზე. და ზოგადად არც იმ გემზე, იმიტომ რომ იმ გემსაც 4-5 საათი ყველაფერს ერთად უნდა ასვლა ჩამოსვლიან. ანუ გემზე თუ 13 საათი გაქვთ, 12 საათზე მეტი არ უნდა გქონდეთ, მოკლედ ნამუშევარი, მოდი ესე შევთანხმდეთ რა.
12 საათზე მეტი სმენა გახსნილი არ უნდა გქონდეთ, თორე გემზთან მისვლას და აქ ლოდინს აზრი არ აქვს. აი, მოკლედ მარტივად რო გავიაროთ, მეგობრებო, ზოგადად წესი ესეა, სმენა თუ გვაგახსნილი 12 საათზე დიდხანს, გემზე აზრი არ აქვს, არამედ პარკინგსზე და ჩერდებით. ჩემ შემთხვევაში თუ 3, 4, 5, 6, 7 საათი გაქვს სმენა გახსნილი, მოვდივართ აქ, ჩვეულებრივად გავდივართ რეგისტრაციას, იქ რო გავჩერდი, ის არ ითვლება, აი აქ რო შემოვალთ უკვე, აი აქ რო გავჩერდებით, როგორც კი მანქანას გავაჩერებთ, სმენას ვკეტავთ, მეგობრებო. სმენის დაკეტვიდან როცა დაგვიძახებენ ეს მანქანები, როცა დაიზურებიან, ხელს არაფერს არ ვკიდეთ, ქოქავთ მანქანას და მივდივართ, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ხანი დაგვრჩეს, მანქანას არ ვაქრობთ, მეგობრებო. და ხანდახან მიაქცეთ ყურადღება, შეიძლება ხელი მოგწეს ან რაღაცა და იმაზე არ დადგეს, რა ქვია, ლოგინზე არ დაგიდგეთ ეგრე, იმიტომ რომ დაქოქლი მანქანა ძირითადად ჩაქუჩებზე დგას ხოლმე რა. ამიტომ არ ვაქრობთ, რომ მანქანა რო ჩააქრო, ვთქვათ, რო ელოდოთ, მე ლოგინზე გადავა და ანუ ასასვლელად 1 საათი გაქვთ რო გეუნებით, ეგ როგორ ითვლება, რომ ეხლა რო დაქოქე მანქანა, ერთხელ ეგ დაიმახსოვრა, ერთი ასვლა, ეგ გაყოფილი 5 წუთი ან 20 წუთი ან რაც არის, მოკლედ, ეგ ერთხელ ახვედი, ჩააქრე, მეორეჯერ დაქოქე, ჩამოხვედი და პარკინგამდე მიხვედი, ჩააქრე. ამ ორ დაქოქვაში შეგიძლია 1 საათში ეს ორი დაქოქვა გამოიყენო რა. მაგრამ შენ თუ ეხლა დაიძარე და ვიღაცა ჩემსავით 40 წუთი მე ჩააქრე და ელოდები, ეს დაიმახსოვრებს, რომ ეხლა მან აქ რო დაქოქა, გემამდე ვერ ნახავს ეს გემამდე მიხვედი თუ რა კენ. აქ რო დაქოქე და ეგ რო ჩააქრე, იმას გონია რომ გემზე ხარ. და აქ რო დაქოქე და გემზე ახვედი, იმას გონია რომ გემზე დაქოქე და გადახვედი პარკინგზე ჩააქრე. ამ დროს შენ გემზე ჩააქრე მეორჯერ მიხვდით? ანუ აქ ქოქავ გემზე აკრობ, გემზე ქოქავ, პარკინგზე აკრობ. თუ გჭირდება 11 საათის დასრულება, თუ არ გჭირდება 11 საათის დასრულება და საკმარისზე მეტ რო გავიდა, არაფერი გემზევე ჩვეულებრივად მოხსნი პარომ, ზოგი მანქანა თავის სისხლს რო დაძრა. ჩემი ხა არ ხსნის, არ ვიცი რატო. პარომის მოხსნის შემდეგ სმენას გახსნა, მიდიხარ. მაგრამ თუ არ ყოფნის ეს დრო, ამ შემთხვევაში ვიყავი, ვიძახი, ქოქავ მანქანას აქ, აკრობ გემზე. გემზე ქოქავ მანქანას, აკრობ რაღაც პარკინგზე და იქ დაელოდები, მე ამათ თითით რო ჩამოწევთ, მან გამოჩნდება რამდენი საათი დაგჭა თქვენ რო 11 საათიანი პაუზა დაასრულოთ. ხოდაშორის ეხა მირეკავდა მეგობრებო ბიჭი, არ წარმოდგენა არა მაქვს ვინ არის მეგობრებო, ნომერს მოდი არ გაჩვენებთ, მაგრამ მეგობრებო ნახეთ. აი ესე ტრიალებს ტახოგრაფი და რა არისო, ხო არ იციო რა. ანუ გაუმარჯოს YouTube-ზე. გიყურებ არც ერთ ვიდეო არ გამაზული რაღაც პატარა რჩევა მინდა ტახოგრაფთან დაკავშირებით თუ დრო გექნება. და ეს ვიდეო ჩამიგდო რა, მოკლედ და ეგეთ შემთხვევა მეც მქონდა ადრე. და მოკლედ როცა ეს ტრიალებს რაღაცა მაგ ტახოგრაფზე, ტახოგრაფის ბარათი არ აქვს, სავარაუდოდ ახსნული წესია რა, ამ დროს უნდა გააჩეროთ მანქანას, მე ამასაც უთხარი ხა ამ ბიჭას და გერმანიაში ვარ და ხით უხარო იმას კენიო რა ქვია. შევხვდეთ და მეთქი ინგლისში ვარ, ძმო, არა ვარ გერმანიაში. და ნუ მადლობა და კაიგზა უსურვოთ ერთმანეთს და ვსიო. საერთოდ სხვა ადამიანი წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მეგობრებო, მაგრამ რა ვიცი, თუ ამ ვიდეოსაც უყურებ, მოკითხვა ძმაო, ინგლისიდან გერმანიაში. ხო და როცა ეგრე რაღაცა ტრიალებს მეგობრებო, მაშინ ადრეც მქონდა ეგეთი შემთხვევა, უცებ ვერ გავიხსენე, მაგრამ მე გამახსენდა და უთხარი ხა ამ ბიჭას, რომ ბარათი ამ სმენა გააჩერეთ მანქანას, სმენა დაკეტეთ, ბარათი ამოიღეთ, მე ცოტა ხანში ჩადევით ბარათი, სმენა გახსენდა და სმენის გახსნა დაკეტვა რამდენიმეჯერ შეგიძლია დღეში. თქვა ეხა 13 საათიანი სამუშაო ხო, ვაქვს 13 საათიანი სამუშაოში, თქვა 5 საათში უკვე აღარა მაქვს საქმე, ეგეც რაღაცა შეიძლება იყოს 5 საათში, всё აღარა მაქვს და დავკეტე სმენა და ამ დროს დისპეჩერი გეუბნება, რომ აი გამოჩნდა საქმე და გახსენი სმენა, ეგ არაა დარღვევა, სმენა გახსენი, დაკეტე, მაგრამ თუ 10 დაკეტე იმ 13 საათში პრობლემა არ არის. ჩვეულებრივად გააჩერა ამ ბიჭმა მანქანა, დაკეტა სმენა, გამოიღო ბარათი, 1-2 წუთი ალბათ დაელოდა როგორც უთხარი, ჩაადო, სმენა გახსნა, всё, ანუ ის რო ტრიალებს, ნიშნავს, რომ ან არ აღიქვავს ტახოგრაფს, ან უბრალოდ ამ ტახოგრაფა გაჭედა, ხანდახან არის ხოლმე რომ თვითონ ჭედავს, ან უბრალოდ რაღაცა დაწყებული გაქვთ იქ და თქვა, აი მაგათაც ქვეყნის შეცვლა რომ დაიწყო და არ დაასრულო, ხო, ანუ რაღაცა დაწყებული გაქვთ და დაუსრულებელი პროცესია, მაგრამ ძირითადად ეგ არ არის ხოლმე, ძირითადად არის რომ უბრალოდ ვერ ხედავს და მორჩა რა. ვერ აღიქვავს, კარგად შეიძლება ამოიღო და ბარათის აქ კონტაქტები ხო აქ ის ჩიპის ადგილი და თითით გადაწმინდე და ჩადები და გაიშვებს რა მოკლედ. ხანდახან არის ხოლმე, რაც არ უნდა გამოსულიყო, ხანდახან ხდება მეგობრებო, ეგრე რომ ვინც ეხა მართლა აქ სხვანაირად მუშაობთ რა, მაგას ვძახით, რომ თქვენ რო დღიურზე იმუშაოთ, მეგობრებო, საერთოდ არ გაინტერესებთ ეხა მე რასაც ყვები ეგ დამიჯერებთ. ნუ პარომის გახსნა უნდა იცოდეთ, მაგრამ ამდენი დროის დათვლა და ანუ ეხა მე რო აქ ასე მოვედი და შეიძლება რაღაც დასასრული მქონდეს დრო, თქვენ ისე გაგითვლიან დროს, რომ ხედავ რომ თქვა ზაპასი 1-2 საათი არ რჩება, ეტყვი რომ აი ასე დრო სიტუაცია მაქვს და ისინიც გეტყვიან, კაი, წადი პირველ პარკინგიდან პირდაპირ პირველივე ფასიან პარკინგს ჩაგიგდებენ მეგობრებო. იქ სხვანაირად მაგრამ
მე ზოგადად რო იცოდეთ მეგობრებო, რა ვიცი, ბევრი რჩება ხოლმე, მაგრამ ზოგი გადადის ხოლმე მეგობრებო და მართალიც არის ზოგი, იმიტომ რომ ეხლა როცა 2 წელი იმუშავა და რაღაცა და ისწავლა ყველაფერი და უკვე გამოსტილი მძღოლი ქვია, რატომად არის 85 ევროზე, ხო, გადადი 90-ზე, 95-ზე, 100-ზე, 105-ზე, 120-ზე, 140-ზე და ასე შემდეგ მეგობრებო, ეხლა 140-ზე და ესე სიტუაცია, ანუ მაგას იმიტომ ვიზახი, რომ ეხლა მე მაქვს საშუალება, რომ 140-იანზე გადავიდე, მაგრამ ვფიქრობ და არ ვიცი რა, სხვა ნიუანსებია მან და სხვა მინუსებია კიდე და ამიტომ როცა არის საშუალება კი ბატონო, მაგრამ იმ 140-იან კომპანიაში თქო რომ დაიწყოთ უნდა სტაჟორად, იქ გაგიჭირდებათ მეგობრებო, იქ თავიდანვე სხვანაირადაა ყველაფერი და ჩვენთან იმდენად მარტივი და იმდენად ისე არის რა, აი რომ არა გაქვს თავსატკივარი, არა გაქვს პრობლემა, არა ხარ ასეც ნეხის ქვეშ, არა გაქვს ამდენი საანგარიშო დისპეჩერი თვითონ თulis, თვითონ ზაპასი დრო გაქვს, არ გაქვს ამდენი პარკინგები საძებარი, უმეტეს შემთხვევაში გააჩნია რა ლოჯისტიკაში ხართ, მაგრამ 100 ლოჯისტიკიდან ჩათვალეთ რომ 50-60-ში მინიმუმ არა გაქვთ ეს პარკინგები საძებარი და ფასიან პარკინგებს გაძლევენ. ან თუ გინდათ რაღაცა რომ მოხდეს ისე ყოველდღე ხარ, თუ ისეთ ლოჯისტიკაში ხართ, არ უწევს ფასიანი პარკინგები, იქაც შეგიძლიათ რამე რო იყოს ფასიან პარკინგზე შეხვალ და მაინც უფასო პარკინგებს შემსავით ესე ძებნას არ დაუწყებთ რა და უამრავი ნიუანსია მოკლედ ეს საწვავის ნორმები და ბევრჯერ მაქვს მეგობრებო ვიდეოში ნათქვამი და ახაც გეუბნებით რომ თქვენთან ბევრად მარტივადაა, მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ ესე ხდება თქვენ ახლა აქ არც ამ გემზე და არც იმ გემზე არ მოგიწევთ თავიდან ჩათვალეთ 1 წელი მაინც რომ 1 წელი მაინც უნდა იმუშაო რომ დაგაკვირდნენ და მოკლედ ინგლისის ვიზა მოგცენ რა. ხო და 1 წლის მერე შეგეძლებათ აიღოთ ვიზა და იმას აკეთოთ. დაიწყოთ ინგლისზე თქვენ სიარული. ხო და თუ მოხვალდებით 2 საათიანი გემი ეგრეა, მატარებელიც იგივეა ზუსტად. რაც შეეხება დიდ გემს ასეა და პროცესებსაც განახებთ მოკლედ. კარგი მეგობრებო, მოკლედ ახლა გავჩერდი. სმენა დაკეტილი მაქვს, ველოდები, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. მაგრამ ახლა ამათი თხუით მე პაუზაზე ვარ, არა და მე პაუზაზე არ ვარ. ახლა აქ უნდა ვიდგე ველოდო, ამათ მე ახვიდე, კი კაია, იქ კაია. საჭმელიც კაია, კაიუტას ნორმალურია. დილით რო გამოდიხარ, მე ჰოლანდიაში შედიხარ, სულთა ჰაერზე გადიხარ და რა ვიცი, ამათ იმისიც აქვს, რა ქვია, პატარა მოედანიც აქვს, даже კალათბურთს ათამაშო. ხო და განახეთ ახლა ყველაფერს და კაია, მაგრამ ეგრო არ იყოს, ხო? აი ახლა აქ დგომა თუდი იქნებოდა. იმიტომ რომ აქ დგომას და ახლა სიმართლესაც ახლა ამ გემზე 6 საათზე დილით უნდა გაიღვიძო, მე კი არ ვიღვიძებ ხოლმე, მაგრამ ახლა თქვენ გამო ავდგები დილით და განახეთ, თქვა დილის კვებაც როგორი არის, თორე დილით 6 საათზე მაგის გამო არ ავდგები, ხო ხდებით? ეხლა ამ საღამოს ავალდა შევჭამ შეულებრივად, კაი გემოზე შევჭამთან და დილით ეხლა ავდგები და განახებთ, აი დილითაც რა ხდება, აბა ის ყავა და რაღაცები როგორც არის რა. და ისე მონიტორი აყენია იმაში გემზე, ტელევიზორიც არის შეულებრივად კაიუტაში და შეგიძლია კამერაც ჩართო, ეს გემი რომ იცუროს და ეხლა ღამე რომ იცუროს, სიბნელე იქნება რა თქმა უნდა და რო განათდება, მე განათდება და ანუ როგორ გაიგოთ ეხლა გემი მივიდა თუ არა, მაგას ვიძახი. ერთისას გაიგებ და თუ არა და დილით საკმაოდ მუსიკი და ლაითი იმითი გაგაღვიძებენ რომ აი მოვედით და დაიწყეთ მზადება და რაღაც გავსი ტექსტებით გამოვა მოკლედ ვიღაცა დინამიკში. ყველა კაიუტაში ისმის აბსოლუტურად და მთელ გემში ისმის ეკხმა რა. და ბოლო თქვენ თუ არ გაიღვიძებათ, საჭმელზე თუ არ გაიღვიძებათ, თქვენ თუ არ გაიღვიძებათ, ის ქალი მაინც გაიღვიძება და მე ბოლო კიდე დაგიბრახუნებენ გემზე მოკლედ არ დაგტოვებენ უგეშინიათ. იმიტომ ეს გემი ახლა აქ რომ მოვიდა, ეს გემი არც დარწავა საღამომდე აქ ეს დილით მოვიდა ახლა ეს გემი. დილის მერე ამ გემს ასუფთავებენ, ალაგებენ, საჭმელს აახლებენ, პროდუქტები ჩამოაქვთ, ახალი პროდუქტები აქვს და ასე შემდეგ. ეს გემი ხარო ჩავა ჰოლანდიაში, საღამომდე იქ იდგება. და ასე რომ ნუგეშინიათ არანაირ არ დაგტოვებთ მეგობრებო. და იმას ვიძახთ მეგობრებო, რომ იქ რო ახვალ იქ რეალურად ეხა ეს გემი უბრალოდ კაი პონტია ეხა იმან დრო ავალ განახებთ სხვა გემებთან შედარებით, მანდ კაი პონტია თორე რეალურად ეხა მე აქ რო ავალ 23 საათზე. ანუ ჩათვალეთ ზევით აღმოჩნდები 23:20-ზე დაახლოებით ასე. მე იქ რო შევჭამ 40 წუთი. ეხა მე კაიუტაში რო ახვალ და რო დაიბან რაღაცა კიდე კაცი 12 საათამდე ჩათვალე შენ აქ ვერ დაიძინებ. ისაც არ დაიძინებ ხოლმე აქ შეიძლება რო ავდივარ დავოდიალობ ხოლმე მე წინ დაუკან და ასწორებს, მაგრამ დღეს სავარაუდოდ იმდენი ვიხტუნავი ამ ტრაქტორის გამო რომ დავიძინებ რა 12 საათზე და 12 საათზე რო დაიძინებ საჭმელზე ხომ დაადგე 6-ზე არის საჭმელი რა 6-ზე რო ადგე დილით ხანდიხან ბანაობ კიდევასა და 5-ზე ან 6:30 კაი არის ბანაობ თქვა 6-ზე 6 საათი არ ყოფნის დილი ხვდებით 6 საათზე რო შეჭამ მე ეს გემი იქამდე არ მის კიდე 8 საათამდე 1-2 საათი კიდე ჩათვალე მიცურავს რა იმ ჭამიან ყველაფერიანად ჩამოსვლა ეს და ჩათვალე რომ ეხა გემზე რო ვადიხარ 5 საათი გძინავს მაქსიმუმ 6 მეტი არა და რეალურად 11 საათი ჭირდება ამ ყველაფერს და იდიოტობა არ არის და ვითომ 11 საათიან პაუზას ზღოლს ასვენებენ რომ ზღოლმა 11 საათი უნდა დაისვენოს და რეალურად 5 საათი გძინავს მეტი არ გძინავს აჰა მეგობრებო ეხლა რომ დავთვალოთ 2 რიადი ხო იქა 3 4 მე-5 8 მანქანა დგას სიგზეში დაახლოებით დავთვალოთ ეხლა 2 3 4 5 ეს ჩემი მანქანა არის
და აქ რამდენი შევისება კიდე. აი ეგ საპირფარე შვებია, იქ გავალ ხა. და აქ გემი მაგარია, მაგრამ ეს ტერიტორია არ ვარგა და ეს რაღაც მაღაზია არაფერი აქ, მაგრამ ხოლო საპირფარე შოა და რაღაც ძღოლების მოსასვენებელი ესე რო ვთქვათ. მაგრამ როგორც ესეთი, აი როგორი დაფილავს. მაგრამ როგორც ესეთი იმ სხვაგან ჯობია ეს სიტუაცია, თვითონ გემი ეს ჯობია. აქაც მეგობრებო, ეს დავდივარ ჩაოლებრა, სადაც ხატია იქ. უყურე, მოკლედ რამდენი იყო? აი, მოდი არ გვინდა 2 რიადი, რას გას ეგ დავთვალოთ? 1 2 3 4 5 6 7 8 9. ჩათვალეთ ეს მანქანები ყველა 1 რიადია, 1 რიადი, 2 რიადი. 3 4 5 6 7 8 იქ 9 10 11 11 ჯერ 8 თითქმის 100 მანქანა 1 საათში არ ამგონია ეხლა ეს შეისოს იგი დღეს ცოტა მანქანები ვართ მაგრამ იმან გემზე ჩაულებრად ეთქვა 200 მანქანა ჩაულებრად რამდენიმე სართულია და იმ სხვა გემზე რო პირდაპირ ერთ სართულზე ავდივართ აქ შეიძლება ახვიდე და სართულიდან ჩასასვლელი იყო ჩაულებრად ეხლა ეგენიც აქ ამოვლენ პრინციპში და აქ სხვაგანაც სხვა მანქანები ADR-ები სხვაგან აყენიან კიდე აი მოდი ამასაც შეგახედოთ ცოტა წავედი მე აი ეგ რა ის რამე მოკლედ აქ შემოდიხართ აქ არაზოს არავინ არ მინახია აქ არის რაღაცები მოკლედ მთელი ამბავი მოკლედ ეს არის რა ტელევიზორი მოსაცდელი და ამ ბატონო რამე ხო არ ჩამოვაგდო ის არ მინდა კაი ნუ საპირფარეშო არაფერი მეგობრებო აქ დიდი კაი საპირფარეშო არ არის ვინმე არ იყოს ო ასეთი მინჯღრეული რაღაცაა მოკლედ რა დიდი არაფერი რა აი აგერ მოდიან ჯერ მანქანები კიდე ხო მართლა ეგეთი მანქანები რო იდგანან ეხა მან მაგის გარდა აქ კიდე ხო მოდიან და მოდიან და კიდე პლუს არის ცალკე ადგილი ADR-ებისთვის და იქ პრინციპები რო აყენია მეგობრებო ცალკე ნახეთ აი ხა ეს როგორც მოაცრებს ამ პრინციპს ხო აი ეს პრინციპებსაც ცალკე აიყვან ამ საბოლოო ჯამში დღესაც მოგროვდება აქ 200 მანქანა და პრინციპი ეს მაგასაც გალოკი დგას ეს აგერ პრინციპს მინდა ეს დატოვებს პრინციპს და წამოვა ჯერ ესე ინტვირთავენ პრინციპებს და მე შეგვიშვებენ ჩვენ და პლუს ასევე რა თქმა უნდა პატარა მანქანები ამას ვიზახი მე მარტო დიდ მანქანებს თორე პატარა მანქანები ცალკე დგანან კიდე იქ ჩაულებრად ხალხი იქნება რავი ბავშვები და ჩაულებრად იქნებიან ეხა მან ძალიან მაგარი იქში პლუსი ყავს ძმაო აი გზია პროსტო პლუსი არა ანუ მაღალი არა თორე ამ დავსი რა თვასწინებ ხოლმე მეგობრებო და მე ნახან ორ ეკიპაჟიანზე მუშაობდი და ჩემთვის სივრცე მნიშვნელოვანი იყო ძალიან დამამახსოვრდა ეს იქში პლუსი ეს კამერიანი ბოლო მეგობრებო ძალიან დამამახსოვრდა და თან ძალიან რბილი გადასვლა ქონდა კაბინას პადუშკებზე იყო ჩვენ და რბილი გადასვლა ქონდა მოძრაობები ქონდა ძალიან კაი და ძალიან კარგად დამამახსოვრდა მაგრამ თავი თან ახლა ახალი იყო და თავისთავად რა აი დავალოთ მოკლედ ახლა ჩვენ და აგერ ჩვენი გემუნია ესე შეგზნება თუ არ გიმგზავრიათ რო შედიხარ და ამ ხელა სივრცე როა და ეს ამ ხელა სივრცე მე რო სიარულს რო იწყოს გადაადგილებას რო იწყებს ძალიან ესე შეგზნება აჰა ეხლა ესენი ყველაფერი აიყვნენ დაათრევენ მაგას შეიძლება კიდე მოემატება მაგრამ ნუ პრინციპები ყველაფერი მოკლედ 200 მანქანა გამოვა პლუს პატარა მანქანები სადაც 400 მანქანამდე ყველაფერი ერთად იქნება აჰა საათი და 54 წუთია, რაც ვდგევარ პაუზაზე. აქეთ მანქანები ამომიდგნენ, აქეთ თოლიების მეტი არავინაა. აი, რამდენი არის. გიგრები. აი, წავედით ხა ჩვენ. Go! საწავიდე, თუ არ ვიცით, არსად არ წავიდეთ, მეგობრებო, უბრალოდ მანქანებს გავყვეთ. მეტი არაფერი არ ვქნათ. ქაღალდი გვიდევს, ბილეთები ავიღოთ, არ დაგვაუწყდეს, თორემ მე მანქანასთან ვეღარ ჩამოვალ დილამდე და დავრჩებით კაიუტის და საჭმლის და ყველაფრის გარეშე, ლოგინის გარეშე მოკლედ. ახლა ესე წავალთ მეგობრებო, მე წამოვალთ აქეთ. და იმ რაღაცეებით ამითი არა. ამის იქით არის ეს სასასვლელები, იქით მითი ავალთ, გეიხედე მანქანა? გეიხედე. მაგენს.
ჩაკუჩები არიან ეს მანქანები ყველა აი აქ ამ პორტზე მსახურება წარმოედგინეთ ეს ჭიაგაჩები პრიცეპებს დაათრევენ ანუ პრიცეპის როგორც ახლა ჩვენ გვიხდით ვიღაცა ფულს რომ აცვა იყო პროსტა იყურებოდა რა თითი მაჩვენა ეს და მეთქი მეც ესე ვაჩვენე შენს მაგარი ჯიგარი ხარ მეთქი მოხარ და ეს პრინციპები მეგობრებო შეგვიძლია ჩვენ წავიღოთ ახლა ტრაილერი და გადაგვიხდიან ფულს ხო კომპანიას და ასევე აქაც დაცვა რა იყო რა ამბავი აი გადიქიო რა და ასევე მისაბმელებს აიყვნენ და აყენებენ და მე იმპორტის მე პორტში რო ჩამოტვირთავენ ვიღაცა მოვა ამ цаრიელი მანქანით პრინციპის გარშ და წაიღებს ასე რომ აქ რა მანქანებიც ამის გარდა რა მისაბმელებიც ეს ყველა მისაბმელები ხა ან უკვე აყვანილი ან შემდეგ რეისელოდებიან ანუ აქ თუ ადის დაახლოებით 100 მანქანა ჩათვალეთ 1-30 მისაბმელი მაინც სულ მეტი არა მისაბმელი ცალკეა დატოვებული პლუს პატარა მანქანები როგორც გითხარით 4 წუთი მომდი აქამდე მოსვლას ეს რომ დავიმახსოვროთ რომ აჰა რა გაჩერდა ეხლა რაღაცა ხდება ეხლა წინ ისევ და აი ესე შეიძლება იდგი აქ აიხანი რა აი ესე ვიდექი წინაზე 40 წუთი ესე გაჩერებული ვიყავ მანქანა არ უნდა ჩავაკროთ არ დაგვავიწყოს მანქანას ჩააკრობ და აი ხა ეს დგას ჩაკუჩებზე ხედავთ ეხლა მანქანა რო ჩავაკრო გადავა ლოგინზე და ვсё ჩათვალეთ მე რამე რო იყოს და იქ დრო არ კონდეს და იქიდან პარკინგზე მომიწევს დასვლა ვეღარ იმასვიზავ დარღვევა და ეხლა თუ ჩავაკრობ მანქანას დავქოქავ და ავალ მან და ჩაულებრივად ეს 11 საათს გადამიცდება შემისრულდება მოკლედ 11 საათი მაშინ არაა პრობლემა მაგრამ რა ვიცი ხა წავალ მე აქ ამდენი ხანი თან ეს გემი რო 9 საათზე ადრე ჩავიდეს 2 საათიც არ ვიდექი და აი ეგეთი რამეები მეგობრებო სან გარიშუა მოკლედ რაც დიდას არ მომწონს მაგრამ ეს გემის სიტუაცია რო კაია შიგნით იმ გემთან შედარებით მე რასაც ვიზახით ორე გემები არის კრუიზები მეგობრებო ეგ ვაფშე სხვა ძალიან მინდა წასვლა მაგრამ ვერაფრ ვერ დავითანხმე ჩემი მეუღლე დიდად გემი არ უყვარს ვაფშე ყველაფერი უნდა აჰა გაიკედა მოძრაობა კაცო დაიძრნე 5 წუთი ვიდექი ახლა აქ ან 4 წუთი აქამდე 5 წუთი აქ 9 წუთი აი ამას ვიძახი მეგობრებო აი ხა ისე წუთი მიდევს რომ აქ თუ გავჩერდები აღმართე ძალიან პლანად მაგრამ ესკათ რო დაძრა და რაღაცა დაგიგორდეს ტორმოზ დაარტყე შეიძლება მეტი კი არ უნდა იმან დაწყუტო ის რემნები სულმან ან 1-2 რემენი გაწოს ვერც გაიგო და მე რო წახვალ ვინც ზაში რა მოხდება თუ რამე საეჭოს იზავთ ადექი და გადაამოწოს მეგობრებო რო ჩახვალთ აქიდან არის მასაკას რა ქვია არ დაგეზაროთ გადაამოწმოთ რომ ხო ყველაფერი კარგად არის და მე მტკნარება მე მეძინება მე მგონი მე ახალი ვოლვო აი ეხა ასეთ შემთხვევაში მეგობრებო შეგვიძლია მანუალში ჩავაგდოთ რომ ამას სიჩქარის გამოსვლა და რაღაც წაკვრები და რაღაცეები არ დაიწყოს აქ და აი უბრალოდ ეს ერთი სიჩქარი დაავალა როგორც სავეცკი მანქანაზე ვშვებოდით ხოლმე რა როგორც სავეცკი მანქანაზე ვშვებოდით ხოლმე თავიდანვე ურჩევდით ხოლმე სიმაღლეს ისა აღმართზე სიჩქარეს და ეხლა წელავ დროს ხედავთ რომ გაჩერება არ მომიწიოს მარშრუტის ზღოლები რო არიან ხოლმე აი ესე წელავ ეხლა დროს რომ აქ არ მინდა რომ გავჩერე და ამ ერთი ტემპით ავალ არაა პრობლემა მაგრამ გაჩერება მაინც მომიწევს აჰა უფრო გავჩერდები მაგრამ აი მაინც რაც თუ ადგილას მიწევს ბიჭო გაჩერება ნახე რა არა უშავს პლავნად დავძრავ მაგრამ აი ძალიან ისე შედიან რა ნელ-ნელა აი ამოვიდა მეტი უნდა გამეწელა ის მანქანა სად გაჩერდა ხო ჭკვიანი მიდი ხა დაიძარე მიდი არა ეს არ აპირებს დაზრას და აი თუ დადგილას გავჩერდი მეგობრებო ეხლა უნდა დავძრა რა შეიძლება პლავნად აქ თუ წავარტყმებ გაჩვდება ის ჩემი რაღაცები უკან
არა, ეგრეც არ არის, არ გაცვდება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პლავნად მეგობრებო. ის მანქანა სად გაჩერდა თქვენ? იმას შემზე ბევრი ტრაქტორი ყავს ეთქობა. და პროსტა პალეტებს და რაღაცებს და უბრალო გრუს მეგობრებო, არსად არ წავა მაგი, მაგრამ აი ეს ცოტა უცნაური ტვირთი რომ მაგ ეხლა არ ემჩნევა, მაგრამ საკმაოდ აღმართია. რა, 5%-იანი აღმართი კი იქნება. აი დავალდოთ მოდი ამა. აჰა, განთავისუფლდა ელექტრონიშნობის პლუსი რა არის, რომ ვაწვევით მეგობრებო, ტორმუს ოდნავ და ნახეთ. ოპ. შვენიერია ძალიან მარტივად ძრავს მეგობრებო. ისედაც დაძრავთ მეგობრებო, ეგ არ არის პრობლემა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხა აქ სველი რო იყოს ან თოვდეს ან რაღაცა, ესე არ ხსნათ, ხო? ეხლა გავჩერდები, მისამელი ნახევრად მაინც იმაზე არის უკან, მაგრამ არც ეგ არაა პრობლემა, აღმართო დავძარი, აქაც დავძრავთ როგორ. პლავნად მეგობრებო, რაც შეიძლება. ეხლა დაძრით თქვენ დაძრავთ, სიმართლე გითხრათ, მაგრამ რაც მე გავაკეთე მანუალში რო არ ჩააგდოთ აქ და ანუ მექანიკურში რო არ ჩააგდით, რომ სიჩქარე არ მოუცვალო და წამოხვიდეთ, ეს თავიდან დაიწყებს და სიჩქარის გამოსვლას რო დაიწყებს, ამ კაბინას ესე ისვრის ზევით იმ ხელად. აი მაგ დროს დიდი წარწყმები აქვს ხოლმე და აი აქ დაძვრაზე მეტი საყურადღებო ამ შემთხვევაში ეგ მანუალი იყო. დააყენეთ მეორე ან მესამე სიჩქარეზე, გინა პირველზე იყოს. ეხლა მე პირველში რო ჩამეგდო და ძალიან ნელა ამოსულიყავი, უფრო კაი იყო, მაგრამ მესამეთი ამოვიდა ეხლა რა. პირველში ჩამეგდო და ნელა ამოსულიყავი, ჯობდა ან იმ წვიანი კაცები და ეგრე დარჩენილიყავი ქვევი და დავლოდებოდი. აი მეგობრებო, ჩემს ვიდეოში მე მგონი პირველად გაიგეთ სიგნალი. რასა სიგნალებენ არ ვიცით ხო? ან პატარა სიგნალსაც დოს ერთი მეორე დის და სავარაუდოდ ერთად მოდიან რა, ისინი არიან, კოლეგები არიან, ერთი კომპანიიდან არიან და მაიმუნობენ ახლა. ზოგი ესე მაიმუნობს ხოლმე მეგობრებო. მაიმუნები ესე ერთობიან ბიჭები რა ქნა. ვინც რამდენი ხანია არ უნახიათ ერთმანეთს. აი ეს გიდრავლიკებია მეგობრებო. ეს ყველაფერი ზევით ქვევი დადის მოკლედ ჩვეულებრივად. და აი შევდივართ ჩვენს გემზე, რომელსაც ქვია, რა ქვია? Stena Line შევდივართ მეგობრებო. აჰა, ძიო გემზე ვართ, ბორტზე ვართ. ვერ არა, აი ახლა. ან დაზოლილია და ხარ გდგდგდ დაიწყებს. აი როგორაა დაბმული ისინი თოკები. თუ ამას თოკი გამოუცვლი ახალი ეს ძველებია. აქით მიშვებენ, აქ ისევ ზევით სარფულზე უნდა ავიდე, ეხლა დიდი ალბათობით მე. აი როგორია გაჭედილები მანქანები. გაჩერდიო, გავჩერდები. არც არ მეჩქარება დილამდე დრო მაქვს. 18 წუთი მეგობრებო, 18 წუთი მომდი აქამდე ამოსვლას წარმოგიდგენიათ? რა სელაპარაკება ამდენს და აი დავალოთ. აჰა, დაიძრა როგორც იქნა. 25 წუთი გახდა მეგობრებო, რაც მოვდივარ და მოვდივარ. ამ ზოლში დადექიო მითხრა. ეს მანუალიდან გადავაგდე ხათო რომ ღუმულოდა მესამეში არის მიდიოდა. თუმცა აქ ასასვლელი ხო იყო და. ეგავი, მაიცა. სად იყო გაცვლა, ასასვლელი იყო, რაღაც კიდე ზევით ადიოდი ან შეიძლება ქვედა სართულიდან ამოვიდნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ასასვლელია, მოკლედ კიდე ამანქანით ადიხარ ზევით რა. აი, აქ ძალიან მიკიჭყუნად ვართ ხოლმე მეგობრებო და ეს არ მომწონს. ეხლა ან სარკესა, ოპა, წაუცი კიდევაც თოქს ის რა ქვია, სარკე. იცი, შვილო იქით თორე. გადაგივლი.
მოდი, ო, კაიაო. აი, ნახეთ მეგობრებო, ეხლა რა ხდება. ეხლა დავაყენოთ პარომზე მეგობრებო. ქვევით ავტომობილში, ოკეი? ქვევით, ნაჩალო პარომ. უკან, ოკეი. აჰა, დადგა პარომზე. აჰა, მეგობრებო, დგას ეხლა ჩვენ ჯიგარი პარომზე. და ესეც გადავიდა ლოგინზე. პარომზეც დგას. ამიტომ ეხლა წავედით მეგობრებო ჩვენ აქედან, შუშებს მე ოდნავ ჩაწეულს ტოვებ ხოლმე მაინც აი ესე. რომ მაინც განიავდეს, რა ვიცი. ჩვენი ბარგი ბარხანა ავიღოთ მეგობრებო. ჩვენი ტელეფონით ავიღოთ, ეს მეორე ტელეფონით არ დაგვავიწყდეს. და აქედან როგორმე ჩავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ვიწროა.